თქვენთანაც დავიწყებ საუბარს. თქვენი თვალით დანახული კახეთის ქორწილში მომხდარი ამბავი, როგორ გამოიყურება, პროკურატურა გირაოს შუამდგომლობით იქნება წარდგენილი 5,000 ლარი იქნება შუამდგომლობა, რომელსაც დააყენებს სახელმწიფო ბრალდება. რა სიტყვით თქვენ ამ ისტორიაზე, ამ ამბავზე რა? თუ შეიძლება უბრალოდ სხვა თემით დავიწყოთ, მაგრამ მაჯგალაძის პროცესი კი ბატონო, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს პაატა მაჯგალაძის. მე არ მაქვს დიდი იმედი ამ სასამართლოში, უბრალოდ მინუდა ჯერ ესეთ პაატასთვის რაღაც განხდეობა მესურვად, რომ რაღაც ძალიან აბსურდულ სიტუაციაშია და რაღაც ალბათ რთულად წარმოსადგენია ადამიანის ფოტოს გამოზის ციხეში 7 წლით. ანუ აი ამას რაღაცი ეს საბჭოთა სასამართლოზე რომ ამბობ, ქოცების სტანდარტიდანაც კი ზედმეტია უბრალოდ. აი შეიძლება რაც სხვა საქმე იყოს მეტად ნაკლები და უსამართლო, მაგრამ წარმოგიდგენთ ადამიანი ფოტოს გამოზის ციხეში 7 წლით. ხო და აი მე მინდოდა მეთქვა რომ ეს სამბობთ პოლიტიკური პატიმრებიო, არ არის ყველა პოლიტიკური პატიმარი, ყველა პატიმარი ერთნაირად უსამართლო დარზის და ასე შემდეგ. ანუ არის განსხვავება ადამიანების შორის და აი ეს ისეთი შემთხვევაა, სადაც ქოცებს არანაირი არგუმენტი არ აქვს. ყორბახიძემ დებატების დროს ორი სიტყვა ვერ თქვა, რატომ არის ეს განაჩენი სამართლიანი. დინარაძემ რუანდის გენოციდით გაამართლა ეს, აი სიცხვილი ჭამა როგორც იურისტმა, ოღონდ იზოლებული იყო ეს პოლიტიკური გაწყვეტილება, გაემართლებინა რაღაცა დაეცვა. ხო და მე მგონი ზოგადად ჩვენი პრობლემა არის ხოლმე ის, რომ აი ყველაფერს რაღაც ვაუბრალოებთ. ანუ წარმოგიდგინეთ რომ ავიცი ვამბობთ რომ 100 პოლიტიკური პატიმარია და ყველა ერთნაირი გამოდის. არ შეიძლება რომ პაატა მანჯგალაძე, მიხეილ სააკაშვილი და რომელიღაც აქტივისტი რომელიც რაღაცას ისრო და ერთი და იგივე იყოს. შეიძლება ყველას მიმართ გული შეესტკივოს ვიღაცას, მაგრამ უბრალოდ ეს ისეთი შემთხვევაა, რომელსაც ქოცებს არანაირი არგუმენტი არ აქვს. ყოველთვის ტყვანი იქნება და წააგებენ და ასეთი შემთხვევები ბევრი, არა მარტო კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი. ზოგადად პოლიტიკური პოზიციები და მე მგონი ზოგადად ასეთ რაღაცებზე უნდა იყოთ კონცენტრირებული, სადაც ცალსახად გავიმარჯვებთ დისკუსიებში და ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება მე მგონი ზოგადად ოპოზიციისთვის. კი ბატონო, თან ყველა მათგანი ძალიან კარგად იცნობს პაატა მანჯგალაძეს, რომელიც იყო მათი კოლეგა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. და პირად საუბრებში არასდროს არავის არ გამოუთქვამს რამე ეჭვი რომ ის დამნაშავეა. ყველასთვის მათ შორის ქოცებისთვის მე ვისთანაც მქონდა საუბარი არასდროს. რომ პარლამენტთან გვაქვს ოფისი, მე ქართული ოცნების დეპუტატებს ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე ასე თუ ისე და არავისგან არ გამიგია რომ პაატა დამნაშავე და ციხეში უნდა იჯდეს. ხო, თუმცა არაფერს არ აკეთებენ. მინიმუმ არც საჯაროდ არ ამბობენ ამ ყველაფერს. კი ბატონო. მოდი კახეთის ამბავსაც შევეხოთ, რადგან მართლა მთელი ქვეყანა ლაპარაკობს უკვე ამ ამბავზე, მაინტერესებს თქვენი თვალით დანახული ეს ისტორია როგორია რა? ვიდეო არის, როგორც ამ ბიჭმა ხალხს დაარტყა და მე ამ შემთხვევაში მე არ წარმოგიდგენი არც ერთი რაღაც სცენარი, სადაც ეს შეიძლება იყოს გამართლებული. არ ფშაში არის, ანუ ჩვენ რაღაც ელემენტარული ცდილობა და წესები გვაქვს და ავიცი, ხალი შეიძლება ცუდად მოიქცეს, მაგრამ ამიტომ ცხვირს არ უტეხავთ. ეს მე მგონი რაღაცა არანაირი მაგრამს და დამატებას არ ითხოვს. ამის იქეთ ჩემი აზრით რაღაც უმსგავსობა იყო ადმინისტრაცია, რომელსაც პრობლემა ვერ მოაგვარა, რომ მისი პასუხისმგებლობა, ბოლოს პოლიციას დაუძახოთ თვითონ ვერ აგვარებენ, თუ ხედავენ რომ ორი სტუმართა ჯგუფი ერთმანეთს ჩხუბის პირას არის. ის ქალების ეხლა რომ უძველად იქცეოდნენ, ეს ფაქტია და ეხლა 3 წელი ემუქრება ამ ბიჭსო, ეს მე მგონი ნამეტანია ყველა გაგებით და აი მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ საზოგადოებაში არ გვაქვს ასეთი კონფლიქტების მოგვარების გზა. აი წარმოგიდგენთ რომ რაღაც მოსამართლე რო ყავდეს, მას ავტორიტეტი გააჩნია. აი უხუცესები რო იყვნენ სოფელში, ხო? აი როგორ დამთავრდებოდა ეს ბოლოს და ბოლოს, ხო? მივიდოდნენ რაღაც პატრიოტულ ადამიანთან, ვისაც ყველა ენდობა და ის განსჯიდა ამ ისტორიას. აი ჩვენ ქვეყანაში არ ყავს ადამიანი, ვინც გასაგებია რომ კონფლიქტი ყველა მხარე რაღაცნაირად დამნაშავეა. ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ყველაფერი შეიძლება რაღაც პოლიცია დაგეძახა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ცხვირი არ უნდა გაკეთე ხალხისთვის. მაგრამ ვიღაც ხალხი სხვანაირად ფიქრობს. ბევრი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს და ამიტომ გჭირდება რომ ამიტომ გჭირდება სასამართლო, არა მარტო რაღაც დიდიან საქმეებისთვის, ასეთი საქმეებისთვისაც სასამართლო გჭირდება რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს. ეს კონფლიქტი ხო მარტო ამ ხალხს შორის არის, აი ჩვენ შორის არის ხო საზოგადოებაში, ხო ვიღაცა ერთხარეს არის, ვიღაცა მეორე, ერთმანეთს ლანძღავენ ხალხი, შევწყობას აყენებენ და შემდეგ თუმცა ისიც ხო პრობლემაა სანდრო, რომ თავად ეს ტურისტებმაც რაღაცნაირად ცოტა ბევრი სუფლება მისცეს, სულუქად რომ თქვა, საკუთარ თავს, ხომ, ესეც რთული ადამიანს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩაუშხამო, გამოხვიდე აივნიდან, ასხა, ხან რა
ჩვენ ხო სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, ბევრი ტურისტი გვინდა სასტუმროებს ვაშინებთ. თქვენ ხშირად ყოფილხართ სხვა ქვეყანაში და იცით რომ ტურისტები ზოგადად მიდრეკილები არიან, ხშირად სულად მოიქცნენ. რო კითხო გერმანელებს, პოლონელებზე უფრო უძდელი ხალხი არავინ არ არის და პოლონელებს რო კითხო გერმანელებზე იგივე სიტყვიან. ეს ჩვეულებრივი ამბავი, როგორც ტურისტების რაოდენობა იზრდება, იქ ყოველთვის იქნება ვიღაც უძდელი, სულად მოიქცევა, ამას ხო ვერაფერს ვერ დაასხვა. ადამიანი მოდის და ვერ კითხა უძდელი ხარ თუ არა საზღვარზე. და საბოლოო ჯამში ასეთი ამბავი სულ იქნება. თელი პრობლემა არის ჩვენ როგორ რეაგირებთ და ჯერ ესეთიც ხა ისევ და ისევ აი ცხვრის გატეხვა არაფერს არ წერია, მაგრამ ზოგადად ასეთი კონფლიქტის მოგრების ზახ უნდა არსებობდეს. აი კონფლიქტი სული არსებობს. აი თუნდაც არაფერს არ იყვნენ რუსები, სულ უკრაინელები რო იყვნენ და რა ვიცი, ამერიკელები რო ყოფილიყო, რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში? კონფლიქტი ხო მაინც უნდა მოგვარებულიყო. ხო არ შეიძლება ეს სიტუაცია დაეტოვებინათ ასე რომ ორი ადამიანთა ჯგუფი ერთმანეთს ლანძღავს შეურაცხყოფას აყენებს და ბოლოს იქამდე მინიმუმ სასტუმროს დაცვა უნდა ყოლოდა სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. პოლიცია ამიტომ არის თუ არ შეგიძლია ძალადობას საქმე არ უნდა მისულიყო იქამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ადამიანი აღმოჩენილიყო იმ ნომრის კართან სადაც ეს ქალბატონები მეგონი სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რაღაც მორალური ყოველდღიურობაში რომ აი აქამდე მიიყვანოს ეს ისტორია. კი ბატონო. სანდრო სხვა საკითხებსაც გადავიდეთ. აი თქვენ ახსენეთ პაატა მანჯგალაძე, რომელსაც 7 წელი აქვს მისჯილი. სამწუხაროდ პაატა არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ციხეშია, მაგრამ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა პოლიტიკოსების კუთხით კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ხედავთ, რა სისწრაფით მიმდინარეობს ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე პროცესების განხილვა. ყველა მათგანს ძალიან ბევრი წლით ემუქრება ციხე და ისე მიდის საქმე, თუ ნახავთ, როგორი მოწმეები დაყავთ სასამართლო პროცესებზე, რომ ალბათ დიდი ალბათობით გამამტყუნებელ განაჩენს მივიღებთ და კვლავ ციხეში ვნახავთ ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ივანიშვილი? ანუ აი ამ ხელა პრობლემას უქმნის ამ ადამიანების გარეთ ყოფნა, რომ მზად არის ეს ყველა პარტიის თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში გაუშვას, ან რაში სჭირდება? ხო უკვე ყავს მას პოლიტიკური პატიმრები, დაუშვათ უნდა ვაჭრობა, არ ვიცი, ვიღაცასთან დაალაგება, აი ამის ხარჯზე, რა გათვლა შეიძლება ვიპოვოთ ამ ყველაფერში? მე პირველ რიგში არ გონია რომ ამ ხალხმა რამე პრობლემა შეუქმნეს ბიზნესის პირიქით გამყარეს მის ძალაუფლება. აი ხო რამდენი ადამიანი ამბობს რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, კრიზისშია და შემდეგ და ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობა არის? ამ ხალხის პასუხისმგებლობა არის რომ მაგალითად მოკლეს დისკუსიები ოპოზიციურ ფლანგზე. ამ ხალხის პასუხისმგებლობა არის რომ 10 მილიონი ლარი დაკარგეს თვითონ საბიუჯეტო დაფინანსება სხვა რო არაფერი არ ვილაპარაკოთ და მე ტელევიზიის პრობლემა აქვს თუმე ფულის, იმიტომ რომ რავი პარტიებს არ აქვს ფული და ეხლა ზოგადად პოლიტიკური ტელევიზია პოლიტიკური ფულით უნდა ფინანსდებოდეს. ასია ეს სამყარო მოწყობილი. და თვითონ ეს გაზრდები რო გაიყვით, ბოიკოტში რო გავიდნენ, არჩევნებზე ხან გავიდნენ, ხან არ გავიდნენ. აი როიზიმეს ერთი ხუჯერ გამარჯვება სხვა დროს და სხვა ფორმით. ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აგონ და მე მგონი საბოლოო ამაზე პასუხისმგებლობა ის ხომ არ უნდა იყოს რომ ბიძინამ ციხეში გაუშვას ბევრი წლით. მაგათმა უნდა აგონ ჩვენს მიმართ ზოგადად დანარჩენი საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა და ამიტომ მე არ მგონია რომ ვინაიდან ეს ხალხი არაფერს არ ალაპარაკობს, აგერ ჩემ წინ იყო გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი და გახარია გაიქცა ქვეყნიდან ისე რომ არაფერი არ მოუყოლია მაგალითად როგორ იმართებოდა ბიძინამაშვილის დროს ქვეყანა. პრემიერ-მინისტრი ადამიანი იყო და რამდენი შეიძლება მოყვეს იმ პერიოდზე. და რაღაც ორაზროვნე ფრაზებით ამბობს, თუნდაც იგივე 20 ივნისის ამბებზე. ხო? აი წამოგიდეთ ეს ხო დაუშვებელია. თუ ესენი პოლიტიკოსები არიან, თუ ესენი მართა ბიზნესშვილს ებრძვიან, რაშიც მე ბევრ შემთხვევაში პროპიე ჩვენ მიყარება და საჯად ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ თუ ეს ასე არის, ლაპარაკი უნდა დაიწყონ. წასული შეცდომები აღიარონ, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება საფრთხე შეუქმნან ბიზნესშვილს და ეხლა რა სპექტაკლის ნაწილია მე ამის რაღაც ბიზნესში რა ჩაიფიქრა რომ ვიღაცა გაიქცეს ქვეყანაში ქვეყნიდან როგორც ამდენიმე უკვე გაიქცა ვიღაცა ციხეში ჩასვას ბოლოს ხო გვესმის იგივე პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში რომ საერთოდ არაფერიც რო დანაშავე არ იყოს ადამიანი შეიძლება ციხეში გაუშვას არაფერი კიცეულება რო არ ინდოს აი ფოტოს გარდა რო არაფერი არ დევს და თუ ასეთ სასამართლო გვაქვს აი როგორ შეიძლება რაიმეს პროგნოზირება ვის ჩასვავენ ვის არ ჩასვავენ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რადგან ეს რაღაც ვიწრო ადამიანთა წრე იღებს ამ გაწყვეტილებას მე აზრია რა არის მათი მოტივები მაგრამ მე უფრო მაღელებს ის ხალხი ვინც ამბობს რომ მე ციხეში გამიშვებენო მაგრამ იმის დრო აქვს რომ რაღაცაზე იცინოს იღაბუცოს და სერიოზულ რაღაცაზე არ ილაპარაკოს მათ შორის თავის შეცდომებს რომ ეცინათ დაუშვათ ფული საიდან იშოვა რა გეგმები ქონდა თქვა რა ვიცი 4 ოქტომბერს როცა ვინც აწყობდა რაღაც რაზეც ხალხის ის ციხეში მაგრამ ნაცებთან არ შეიძლება ეს კითხვა დავსვათ ხარს უჭერდნენ მთელი პარტია ხარს უჭერდა 4 ოქტომბრის საქმეს რომელსაც ათობით ადამიანია მერე დაჭერილი და დღემდე არ ვიცით რის იმედად კეთდებოდა ეს
ხო და აი ეს კითხვები რო არსებობს, მე რო გითხარ რომ ძალიან განვიცდი ამ ადამიანის მიმართ მოგატყუებთ, რომ საერთოდ არ განვიცდი, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა სპექტაკლის ნაწილია. მე ზუსტად ვიცი რომ მე რო გახარია ადგილას ვიყო, რა ვიცი, გვარამიას ადგილას ვიყო და მართლა მე მოკრებოდეს ციხეში გაშვება მრავალი წლით. ერთ-ერთი ბერკეტი რას მექნებოდა ღიად ლაპარაკის დაწყება იმაზე რა ურთიერთობა მქონდა ქართულ ოცნებასთან მაგალითად. რა ტიპის გაწყვლებებში ვიღებდი მონაწილეობას და შემდეგ რომ ეს მართლა დააზიანებდა. მე დარწმუნებული ვარ გახარია ძალიან სერიოზული ბერკეტია ქართულ ოცნების და ბიზნესის დააზიანების და ერთხელ არ გამოუყენებია. და რატომ? ხო და მაშინ მინიმუმ იმის აღიარება მოუწევს რომ როგორც ამბობს არ იყო დამოუკიდებელი მართველი რომ იცახის რომ ერთადერთი ვიყავი. ბატონო, შეიძლება აღმოჩნდეს რომ მარიონეტი იყო, შეიძლება პირიქით აღმოჩნდეს რომ ბევრი რაღაც სულია გაკეთებული და დამოუკიდებელი იყო. მე არ ვიცი რომ გაქვეყიდან გაქცეული ადამიანი და რა აქვს დასაკარგი. აი, გაიქცა აღარ არის. მისი რაღაც მეორე ეშელონის პოლიტიკოსები ფაქტორია, რომელიც მეორე ნაწილში ყავდა პარტიულ სიაში, ისინი დარჩენ პარლამენტში და რა უნდა დაკარგოს. ან რა ვიცი, მამუკა ხაზგაძემ უნდა დაკარგოს, რა აქვს დასაკარგი. ან დანარჩენ პოლიტიკოსებს რა აქვს დასაკარგი. ან იმ ხალხს ციხეში ზის ბოლოს და ბოლოს. ხო და თუმცა ახლა პატიმრას ყველაზე ნაკლები მოეთხოვება, შეიძლება მასზე ზეწოლის ბერკეტი მეტი აქვს, მაგრამ აი ის გაიქცა ის ხალხი. ხო და აი ეს რო არ ხდება, მე არ ვიცი, რაღაც სხვა თამაში მიდის ამ ხალხს შორის, არ ვიცი მათი მოტივები, არ შევალ რაღაც მარჩელობაში და რაღაც გამოცნობას არ დავიწყებ, მაგრამ მე ფაქტად ვიცი, რომ ეს ხალხი არ ებრძვის ბიზნესმენს, ან ცუდად ებრძვის ყოველ შემთხვევაში. და ამიტომ მე ზუსტად ამიტომ დავიწყე, რომ არ არის ყველა პოლიტიკური პატიმარი თანაბარი. ჩემთვის პატა მანჯგალაძე, ღარიბაშვილის პოლიტიკური პატიმარი რაღაც გაგებით, ხო, მაგრამ ეხა ერთი უნდა დაგისვა. სანდრო, ბევრჯერ თქვი, რომ აი მგონია, რომ რაღაც თამაშის ან შეთანხმების ნაწილიაო. თქვენ რატომ არ გერჩით დიდად ბიძინა ივანიშვილი, როგორ ფიქრობთ? რაღაც აი თამაში ვერ შეყევით, რაღაც სათანადო წინააღმდეგობას არ უწევთ თუ რასთან არის საქმე, იმიტომ რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ვიღაც ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულია. მესმის რომ თქვენ ყოველთვის გქონდათ განსხვავებული დამოკიდებულებები, იგივე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ აი მაინც რას რითი ახსნიდით? ერთ კითხვა დაგისვათ. მე უნდა დამისვა. აი ვეცდები არის და ჩემთვის ყოველთვის გამოუგნებელია ხოლმე რომ ამას მეკითხებიან, იმიტომ რომ წამოგეთ არის ორი პარტია. ერთს ქართული ოცნება ერჩის, მაგრამ ის პარტია სასწაულებრივ არჩევნების წინ 40 მილიონს შეოვლობს და ქართულ ოცნებაზე მეც ხარჯავს ზოგ შემთხვევაში ბილბორდების რაოდენობით რო დავთვალოთ და მეორე პარტიას არ ერჩის, მაგრამ ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის და ამბობს რომ დაგაფინანსებთო 1000 ლარის შემოწეობა ეშინია. ანუ ნებართვა არის ქართულ ოცნებისგან მიღებული 1000 ლარი რო ვიღაცა ბიზნესმენმა შემომწიროს. ხო და თქვენ გამოთ რომ მე არ მერჩის? უბრალოდ თელი იდეა ამაში რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, ფინანსებს კეტავს. თქვენ არ იცით, თქვენ ტელევიზიის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, რომ თავარი ინსტრუმენტი ეს არის. თქვენ ხო არ გიგზავნოს არავინ ილაპარაკოს თქვენ გსურს. მაგრამ აქეთ არის პირობითად, რა ვიცი, იმედი და უამრავი სხვა რესურსი, რომელსაც 1000-ჯერ მეტ ყულს იტყვის. რანერი სიმართლე უნდა თქვა და ჩაახშოს ნებისმიერ სიმართლეს. ეს არის ბრძოლის მეთოდი. და ამას რო დაუპირისპირდეთ, კიდევ ფული და ფულს თუ ჩაგიკეტავენ, ხო შენ უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენ. და ჩვენ ფულის სულ ჩაკეტილი მქონდა, რაც მე ამ პარტიაში ვარ, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, რომ სხვებს არ უკეტავენ. ფაქტად ვიცით, რომ როგორც მინიმუმ ზოგიერთებს არ უკეტავენ. ხო ვიცით ეს. და ვიცით რომ ამ ზოგიერთებმა არაფერი არ თქვეს იმის თაობაზე, საიდან იშოვეს ეს ფული. ხო და ამიტომ მე არ ვიცი, მე ზუსტად ვიცი რომ მე სულ მებრძვიან, იმიტომ რომ ხედავ, როგორც კი ჩვენ ეკლესიამ ბიბლიოთეკაში ფული სერიოზული წყარო გახდა, თავდაცვის კოდექსი მიიღეს ბოლოს და ბოლოს. აქამდე არ აწუხებდათ, იმიტომ რომ აქამდე ფულს აწერდა ზოგ საერთოდ უფასოდ ვაძლევდით და ათასობით ლარი არაფერს აწყვეტს ჩვენ ქვეყნის მასშტაბში. მაგრამ როგორც კი ამ ეკლესიამ 100,000-ზე მეტი შემოსავალი დაწერა, უცბად თავდაცვის კოდექსი შემოიტანეს. იმიტომ რომ თავარი რაც არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლის არის ფულის ჩაკეტვა. ხო და მე უკვე იწყება სხვა სპექტაკლი. არ გვინახია რომ ხალხი ციხეში ზის და მე პოლიტიკური გაწყვეტილებებით ზის და მე გამოდის შეწყალება და აი ხა ასეთ კითხვას დაგისვამ. უფრო მეტი ფული რო გქონდეთ, აი რო არ იყოს რაღაც ეს ფულის წყარო თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩაკეტილი და ბიზნესსაც თავისუფლად შეეძლოს რაღაც თავისი კონტრიბუცია შემოიტანოს თქვენს საქმიანობაში, უფრო რაღაც სერიოზული მეტოქე იქნებოდა? კი, რა თქმა უნდა, ელემენტარულად წარმოიდგინეთ, მე მაგალითად მივიჩნევ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას აქვს, არასწორი კონტრპროპაგანდა ქართული ოცნების პროპაგანდის წინააღმდეგ. და თქვენ ხო გაქვთ თქვენი ტელევიზია გაქვთ, ლაივები გაქვთ, რატომ ჩვენ ტელევიზია გვაქვს და ჩვენ ტელევიზიას მე რომ მქონდეს რამდენიმე 100,000 ლარით მეტი თვეში, ჩვენ ტელევიზია თქვენი ტელევიზიის რეიტინგის გახდებოდა.
და მე ვნახოთ როგორ იქნებოდა ჩვენი ცოტა ბევრი წელი დაგჭირდებოდათ რომ გებუშავათ. ცხადია, მაგრამ 11 წლის შანსი გაგვიშდებოდა უფრო კვალიფიციური ხალხი და ბევრი ადამიანი აგვეყვანა მაგალითად. ანუ ეს ხო ტელევიზია ხო თქვენ ხო გესმით რომ ტელევიზიის ფუნქციონირებს ფული ერთ-ერთი გადამწყვეტი ამბავია, ხო? იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ხალხი ხო გჭირდება, ხალხს ხელფასი ჭირდება, კვალიფიციური ხალხს მაღალი ხელფასი ჭირდება. თუმცა კრიტიკულ მედიაში თამამად შემიძლია გითხრა სანდრო რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან დიდი ხნიანი კრიზისის ფონზე ფაქტობრივად უანგაროთ, ესე ვთქვათ. კი, მაგრამ თქვენ გესმით რამდენ მილიონზეა საუბარი ყოველწლიურად, რაც იხარჯება მედიაში და მე ვხარჯავ რამდენიმე 10,000 ლარს თვეში, მეტი არაფერი არ არის. ხო, ეს ალბათ სამთავრობო მედიაში. კი, და ამიტომ საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, რესურსი იქნებოდა, ბევრად მეტი იქნებოდით, ბევრი ადამიანი მეყოლებოდა, თანამშრომლები ოფისები იქნებოდა რეგიონებში, ასე შემდეგ. ყველაფერი ფულია საბოლოოდ. ანუ უფულობაა თქვენი პრობლემა. ნებისმიერი პარტიის, რომელიც სინამდვილეში ქართულოსნებას დაპირისპირებაში არის, არავის არ ქონია არასდროს ფული. შეიძლება ეხლა ყველაზე ნაკლები პრეტენზია ხაზრაძეს ქონდეს. ბოლოს გასაგები ადამიანს ფული აქვს და მაგის პრეტენზიას არავინ არ წაუდგენდა არასდროს. მაგრამ აი ასე რომ არ იცი წყარო საიდან არის. ხაზრაძეს ხო არ თქოს სხვა მომცაო ფული, გილაურმა მომცაო ხო არ თქოს. ამიტომ არავის არ ვიცი ვიღაც სხვა. ანუ მასთან პრეტენზია არავის არასდროს არ ქონდა. შეიძლება ცუდად ხარჯავდა ფულს, მაგრამ მის ფულს ხარჯავდა. მაგრამ აი პოლიტიკური პარტია, რომელიც არაფერი რო არ აქვს, გუში რო შეიქმნა და მილიონებს რო დახარჯავს, ივენთები რო 100.000 იჯდება. ეს ახალს გულს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო აი უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი იყო, ბილბორდები უფრო მეტი ქონდათ ვიდრე ქართულოსნებას. შორს ვარ წავიდეთ თითო ბილბორდი 1000-ობით ვარ არის. ხო და არა ერთი ახსნა გაკეთდა სხვათა შორის ამაზე თავად, არ ვიცი, გვარამიას ფრიდანაც იყო ბოლოს წერილი ელენე ხოშტარიამ რომ გამოაგზავნა იმ გილაურთან დაკავშირებით და არც ერთი არ იყო თქვენთვის დამაჯერებელი? წყარო საიდან? გილაურს 1 ლარი არ შემოუწირავს ოფიციალურად. და არაოფიციალურად ესე იგი გამოდის რომ რომელი ძმა იყო ისიც ვერ გავარკვიეთ, იმიტომ რომ უმცროს არ აქვს ამდენი ფული. უბრალოდ არ აქვს. 10 მილიონი რო შემოწიოთ, თქვენ რო რაღაც ხო გაქვთ რაღაც შემოსავალი ზოგადად, რაღაც ფული გაქვთ ოჯახში და ხო გესმით რომ იმის მხოლოდ მცირე ნაწილი შეგიძლიათ ქეშად ვიღაცას მისცეთ. ჩვენ შეიძლება ბინა გქონდეს, რა ვიცი, 100,000 იყიდეს, თუნდაც მილიონი, მაგრამ არ ნიშნავს რომ 100,000 გაქვს მისაცემად. აი იგივე არის გილაურის შემთხვევაში. უბრალოდ არ აქვს 40 მილიონი რომ მისცეს ქეშად უმცროს ძმას და უფროსი ძმა ბიზნეს მარჯვენა ხელია და უბრალოდ გასარკვევია ვინ მისცა ეს ფული. ხვდებით? და თვითონან არ უთქვამს რომ მე დავაფინანსეო. ხო და როგორ ხდება ეს? აი უბრალოდ აი ხო ხვდებით რომ ეს ადამიანის მოსატყუებლად შეიძლება როგორც ის ფიქტიური შემოწირულობები ხდება ხოლმე 60,000 და ყველა ვიცით რომ ეს ფიქტიურია და არავინ ამას ყურადღებას არ აქცევს. იგივე შეიძლება იყოს გილაური ფიქტიური და ბოლოს და ბოლოს ამას არ ამბობს, ჩემს კადა რომ მიხეილ სააკაშვილი ამას არ ამბობს, ბიზნეს ფული იყო, ხო პირდაპირ არის ნათქვამი და მე ვიცი რომ ბიზნეს ფულია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ასე არ მომძრაობს დიდი ფული. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ რა ვიცი ბიზნესმენს 1000 და 2000 ლარის შემოწირულობა ეშინია ჩემთვის. იმიტომ რომ ბიზნესი ეშინია, ხა ვიღაცის სხვა ეშინია, გვარამიას ამ თქვენი სხვა შეეშინდება. როგორ შეიძლება მილიონები მოძრაობდეს იმისთვის, რომ არავის კითხვა არ დასვას და იცით კიდევ ერთი კარგი მაგალითია უბრალოდ, როცა ოპოზიციურ პლანზე რაღაც კინკლაობა იწყება, ვიღაც ეტყვის იმედი და პოსტივი სუსტად გააქარდები ხო იმან ამაზე, ეს თქვა, ეს დაადანაშაულა, ერთხელ გინახავთ რამე გამოძიება, რამე სერიოზული პოსტი ან რამე ვიდეო ამ 40 მილიონზე გვარამიას. რომ მაგალითად მოსყიდულობას აბრალებს ერთი ოპოზიციონერი მეორეს და ეს იმედზე ხდებოდეს. ერთხელ გინახავთ რომ ქართულოსნებმა ამას აწვევა. ბოლოს და ბოლოს თუ ეს ტყუილია ქართულოსნებმა ფროში არ არის. არ ჯობია ამაზე მეტი ილაპარაკო? გასაგები. მადლობა. მადლობა სანდრო. სანდრო რაქუიაშვილი იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.